მოგესალმებით, მეგობრებო. ეს მარტოობის წუთებია. დღეს ჩემი სტუმარი არის ქალბატონი ქეთათო. ქალბატონი. გოგონა. პირდაპირ ქეთათო. ხო. ქალი, რომელიც უძლებს ჩემი აზრით დროს და ყველაფერს. მართლა. აი, ბავშვობიდან როგორიც მახსოვ ხარ თუ მახსოვ ხარ შენობით, გადამრია. ისეთი ხარ და მეგონი სულ ეგეთი იქნები. პირველ რიგში მინდა გითხრა როგორ ხარ? აი ამ ეტაპზე ცხოვრების. აი ყველაზე რთული კითხვაა ხოლმე და ყველაზე ხშირი და პასუხიც რაღაცა რა ვიცი როგორ უნდა იყო ადამიანი ცდილობ ადაპტირდე აი ამ რეალობასთან რაც ეხლაა. დაბადებიდან რა ვიცი ალბათ სიკვდილამდე სულ რაღაც ციკლი არის უ შენი თავის მოძებნის და შეკუწიწების და შექმნის რა და დროსთან ერთად რაღაც ფასეულობები შეიძლება შეგეცვალოს ინტერესთაც ბერო შეგეცვალოს რაღაცნაირად ადაპტირება მოახერხო რაღაცასთან და საერთოდ ახალი შენი თავის შექმნა რა ვიცი ეს საინტერესოა და ალბათ ყველა ცხოვრებაში ანალოგიურად ხდება მე არ ვიქნები გამონაკლისი და ის ადამიანები ვინც იციან რაღაცნაირად ესე ქვადარკინასავით აქვთ ჩაბეჭდილი როგორები უნდა იყვნენ იციან როგორ არიან ალბათ შესაშურია მათი თავდაჯერებულობა მაგრამ მე ესე არ ვარ ძალიან მაგარია მიმღებლობა როცა გაქვს საკუთარი თავის იმდენად რომ ხვდები რომ შეიძლება ხანდახან გითხრას რომ არ ვიცი ვინ ვარ ახლა და მომეცი ცოტა დრო ეგ საერთოდ ადამიანებს აბნევს მე მაგალითად ძალიან დამაბნია და დეპრესიაშიც ჩამაგდო რა მაგ შეკითხვა უცებ რო გავაცნობიერე და ხო ეხლა უნდა გკითხო ჩემი თავარი კითხვა ვინ ხარ მაშინ როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები მაგრამ იმ პასუხიდან გამომდინარე უკვე ხვდები ხო ვინ ვარ ხოლმე ზოგჯერ ვცდილობ ხოლმე ის რაღაც აი ძველ ჩემ თავს დაუბრუნდე ან რაღაც ახალი შექმნა ისევ პირველ კითხვასთან მივედი ვინ ვარ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ ვისაც მინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება სადაც აი ესეთი ბევრი გასაჭირი არ იქნება რა რაღაცები არის ახლა ეს დემაგოგიას და იმას არ გავს მართლა არის ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში ესეთი მომენტები რაც გთრგუნავს რა თუნდაც გარეთ გახვალ ძალიან ბევრი მიუსაფარი გინ ცხოველი გინ ადამიანი ხდები და რაღაცნაირად რაც არ უნდა შენ მოახერხო შენი კომფორტი შეიქმნა თითქოს ბოლომდე ყველა რაღაცები არ გერგება იმიტომ რომ ირგვლივ ბევრი უბედურებაა და აი 100%-ით ბედნიერი თუნდაც შენი პირადი წარმატებით ან რაღაცით ვერ იქნები და სულ აი ამ როგორც თავიდან თქვი ბალანსის დაჭერა გვიწევს რა და ზოგჯერ არის ისეთი დღე როდესაც უფრო რაღაცნაირად უფრო მეტი ენერგია გაქვს და რაღაცები ნაკლებად გეხება და გთრგუნავს ზოგჯერ უფრო გთრგუნავს აი ეს გარემო და გარემო ყველაზე მეტნაკლებად მოქმედებს რა ანუ ვიღაცები ამას ყურადღებას აქცევენ ვიღაცებს გადააქვთ ყურადღება მაგრამ გარემოს ძალიან მნიშვნელობა აქვს ზოგადად სოციუმს სად ვართ როგორ ვართ ძაფრად აღიქვამ ძალიან გარემოს და მგონია რომ ენერგეტიკებსაც ძალიან ადვილად ხო აღვქავ ენერგიებსაც გარემოს ყველაფერს აღვქავ ძალიან ძაფრად სენსიტიურობა მაქვს ჩემი დასამწუხაროდ საკმაოდ მაღალი აი რაღაცა ოთახში რო შედიხარ გრძნობ ეგრევე რა აურატრიალებს კი და ადამიანების ენერგეტიკასაც გრძნობ და მაგ დროს აი თქვა თუ ამბობ არ მოგეწონა ეგ აურა ენერგეტიკა რაც ტრიალებს შენ ირგვლივ მაგ დროს ცდილობ რომ ადაპტირდე იქ თუ მიდიხარ გააჩნია რა ამოცანა მაქვს ახლა თუ საქმე მაქვს ან რაღაც შემიძლია ყველაფერთან ადაპტირებაც შემიძლია მაგრამ თუ არ არის აუცილებლობა რა თქმა უნდა ერთშევდია რაღაცები ავიცილო გარედან ტოვებ ძალიან იცი როგორ შევეძლებას ცოტა ცივი ადამიანის შევეძლებას ტოვებ ძალიან კარგი კიდე ტოვებ უკარებას არა ვერ ვიტყვი უკარებას უფრო თითქოს ბარიერს ქმნი ადამიანსა და შენს შორის არ გადამრია ხო ეგეც შეგრძნებას ტოვებ მე საერთოდ მიყვარს დაკვირვება ძალიან ადამიანებს ეს ტობა აი იმასთან ასცენდენტირაში გაქვს მაღაზია ალბათ დამოკიდებული რა როგორ რა შთაბეჭდილებას ტოვებ გარემოზე რა რაღაც თუ ვისაც ჯერა ვთქვათ აი
ასტროლოგიის, იქ ძალიან მარტივად არის ხოლმე ჩაშლილი ეგეთი რაღაცეები და შეგიძლია ადამიანმა რაღაც ამითაც ისიაბლ კი რა გაერთო რა აი ამ ინფორმაციით და მე მიუსადაგო შენ თავსთან. ნუ ასცენდენტი რაში გაქვს ეგ განაპირობებს იმას თუ როგორ გამოიყურები, კერძო როგორ იქცევ კი არა და როგორ აღგიქვავე. თორე შენ შინაგანად როგორი ხარ, რა გამოძრავებს ეგ კიდე ცალკე განხარვის არა ხო? ხო, ალბათ ესეა რა ვიცი. მაგრამ აი რა წამს კომუნიკაციაში შემოვედი ეს ყველაფერი დაირობა. ანუ პირიქით მივხვდი რომ პირიქით ძალიან ღია ხარ. მე როდესაც ვთამაშობდი მეგად მოცურავ ზღვაში. ხო. შენ დაესწარი, ჯერჯერობით ყველა პრემიერას დაესწარი. კი, და მეც მოდიოდი მე მგონი. კი. და ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ახლა შენი აზრი. და შენ რომ მოხვედი ჩემთან პრემიერა მე ვითამაშე. და მითხარი რაღაც რამოდენიმე სიტყვა მითხარი. ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. აი მაგ თამაშის მერე და მაგ სიტყვების მერე კიდე სხვა თავდაჯერებულობით ვთამაშობდი. აი უბრალოდ რამოდენიმე სიტყვა მითხარი რომ აი მოკლედ აი კარგია რასაც აკეთებ, ოღონდ ცოტა ის სხვანაირად მითხრა და თქვენზე არანაკლებ ნერვიულობდი მე. ყველა არტისტზე არანაკლებ ერთად ვეცნერვიულობდი რა გამოვიდოდა, როგორ და მაყურებელი როგორ მიიღებდა მსმენელი და ნუ მე ვიყავი კმაყოფილი, ძალიან კარგი ის იყო სპექტაკლი და ძალიან დიდი იმედი მაქვს სხვადასხვა სადმე სხვაგან მე გაგრძელდება და აღდგება. ძალიან საცოდაობა ეგ სპექტაკლი რომ არ თამაშდებოდეს. ხო და იმხელა შრომაა თან ჩადება. იმხელა შრომა ხო წლების ამდენი ფიქრი ნაზრევი რაღაცა ხო. მე ჩვენი სექტანჯეს იმდენი ხანი გომუშავეს. რა იმარტო ეგ არის კიდე საცოდაობა ზემოდან რა. თქვენ მთელი დასი იყავთ ძალიან ყოჩაღები და იმასაც ხვდებოდი რომ დიდი პასუხისმგებლობა გქონდათ და ლუპით გიყურებდათ სულ ყველა და კარგად ჩაიარა ყველაფერმა და მთავარია ეს რაღაც მარგარიტები ზოგადად რაც არის ყველაფერს უფრო გაუფრთხილდეთ და ახალიც საინტერესო რაღაცები შევქმნათ, იმიტომ რომ იცი რა რაც არ უნდა გინდ სოციალური პრობლემები იყოს ყველაფერი ერთად მაინც საქმე არის ის რაც ზოგჯერ აი ამ რაღაც ქაოსიდან და აი ამ რაღაც გაუსაძლისი ვითარებიდან საქმეს, საყვარელ საქმეს გამოყავხარ და მაგაზე კარგი თერაპია არაფერი არ არის და მსახიობისთვის, მომღერლისთვის როცა კარგ სპექტაკლს, კარგ როლს ასრულებ, მაგაზე კარგი რა არის. თან ფიდბექიც თუ მოდის დარბაზიდან, ძალიან მნიშვნელოვანია და მეორეს რო ვიცი რა მაინტერესებს აქეთ დაგისვა კითხვას. აი ამ ხელა თქვა და წარმატების და მის მერე როგორ მიდის ცხოვრება, მერე გინდება კიდე რაღაც მაგდაგვარი? მსმენელი არის საშინელი, რაც ხდება, იმიტომ რომ უფრო მეტი გინდება, ან მინიმუმ იგივე გინდება, ან მეტი გინდება და დაუბრუნდით ძალიან ბევრი მაგ სპექტაკლის მერე. ვიღაცები შეიძლება არა, შეიძლება ვიღაცები არ აღიარებენ, მაგრამ დაუბრუნდით ისევ აი ქვემოთ რა. მე პირადად შემიძლია ვთქვა, რომ ხო, სხვა იყო ეს რა. ხო და აი ყოველთვის შეეცადე რომ აი ის მძაფრი ემოცია სცენაზე დაიჭირო ხოლმე რა, რაც შენ თვითონ სიამოვნებას მოგაინჭებს და სხვებსაც ეს ვრცელდება. არაფერი არ იმალება. მე მაინტერესებს, ალბათ ძალიან ბევრი გეკითხება, კი რა, ყველა მაგას გეკითხება, მაგრამ აი მაინც მინდა გკითხო ირაკლიზე რაღაცეები და შენზე, იმიტომ რომ ნუ აბა რა. თქვენ ხართ ის წყვილი, რომელიც ნუ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილი ვერაფერს ვერ ვიზამთ. 17 წლის იყავი, როდესაც 17 წლის ვიყავი მე და ირაკლი იყო 34, ზუსტად ორჯერ ჩემზე დიდი, როდესაც უკვე რაღაცნაირად დავიწყეთ ერთად ცხოვრება. მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ ნუ უბრალოდ ვიცნობდი 16 წლიდან ვიცნობდი და 17 წლის რო ვიყავ უკვე რაღაცნაირად ერთად აღმოჩნდით და ეს ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან, რა ვიცი, გარდამტეხიც და ყველანაირად ბედნიერი ვიყავი. ეტყობა მთელი ბავშვობის განმავლობაში რომ ვეძებდი ვიღაც ისეთ ადამიანს, მეგობარი იქნებოდა, სხვა ეს თქვა და ქმარზე, ან იმაზე არ მფიქრია. ვისთანაც აი
ინტერესი ყველაფერი საერთო გექნებოდა და რაღაცა უგულშემატკივრებდით ერთმანეთს და საერთო საქმე, სიყვარული, ყველაფერი ერთად რომ თანხმედრაშია ძალიან კარგია და მაპატირო ჩაგეკითხე მუსიკალურ ცხოვრებაში წარმოგიდგინა მუდმივად თავი, ანუ თვლიდი რომ მუსიკალურად უნდა ყოფილიყო. ხე მუსიკაზე საერთოდ არასდროს არ მიფიქრია მანამდე რა კი ბალერინა ვიყავი. მუსიკა მაინტერესებდა და მომწონდა და მიყვარდა და მაშინთან ჩემი თინეიჯერობის დროს იმდენი ძალიან საინტერესო ტენდენცია იყო მუსიკალური. სხვადასხვა ტიპის კლიპები გამოდიოდა, ახალი ჯგუფები, მაშინ MTV-ს პიკი იყო. ხო და ეს რაღაცნაირად გცვლის რა ადამიანს, აი მუსიკა, ხო, რა მუსიკას უსმენ. პრინციპში შინაგანად ძალიან გცვლის, თუნდაც ის რა წიგნებს კითხულობ, ხო, რა ინფორმაციასაც შეისრულავს ადამიანი, ის არის მე. ხო და ეს იყო ჩვენთვის ძალიან უაღრესად საინტერესო და თვითონ პროცესში კეთების, მუსიკის კეთების პროცესზე ვის გავგიჟდი, ისე მოვეწონა და მე თავისით მოხდა რომ რაშიც მეტი ინტერესი მქონდა იმ სფეროში ნელ-ნელა ესე შევედი და ბალეტი თქვათ უკანა პლანზე გადავიდა. იმიტომ რომ მაშინ წარმოიდგინე ხო თინეიჯერი ხარ და ესწრები სიმღერების დაწერის პროცესი, რაღაცას ფრაზებს წამოისვრი და ეს ფრაზებიც შეიძლება ისეთი მუსიკოსისთვის როგორც არის ირაკლი საინტერესო იყოს. მე მახსოვს იმღერაოს უმეუბნებოდა და არ ვაპირებდი სიმღერას და ბოლოს ერთ-ორჯერ მითხრა, კაიო ხე შენი დაწერილი ტრეკი პარტიაო თემა სხვას როგორ ვამღერო, მართლა ნუ გაატრაკეო რა. და რაღაცნაირად ესე ნელ-ნელა დავიწყე რა სიმღერა. და ბევრი ლაპარაკობდა აი ამ ასაკობრივ სხვაობაზე. რა ვიცი, არა დიდაცი. მე საერთოდ არ შეგხებია. არანაირად არაფერი არ შემხებია, რაღაც ისე მოახერხე, რომ საერთოდ არაფერი არ შემხებია. ნუ უსმენ ხალხს ჩემი სიტყვა, ხო? ნუ უსმენ ხალხს. სულ მაინტერესებდა. შენ მე დამდევ. ვის მიუძღვნა? just. ვინც დაგვდევს, რაც დაგვდევს, ეს შეიძლება იყოს ადამიანი, შეიძლება იყოს იდეა, შეიძლება იყოს ყველაფერი. აბსტრაქტულად. მაგ სიმღერას განვიხილავდით იდეურად, აი ირაკლის რა იდეაედო, ღამეებს ვათენებდით ხოლმე დოისთან ერთად და აი მაგას განვიხილავდით, რომ ნეტა ვის მიეძღვნა, როგორ მიეძღვნა, რა საერთოდ აი რა იდეით დაიბადა, იმიტომ რომ ენერგეტიკულად არის ძალიან, ანუ ენერგია აქვს ძალიან ძლიერი მაგ სიმღერას. რო უსმენ, ცოცხლდება რა. ყველაფერი ეგ სიმღერა თავიდან იყო ინგლისურენოვანი და ერქვა ვირთხაზე იყო და მე გადმოაქართულა ტექსტი და ეს დამდევი ნუ გენიალური იყო. ხო, შესასრულებლადაც მაგაზეც ვფიქრობდი და გოგო როგორ შეასრულებს. რაღაცებზე მე თქვენ ანუ ნერვიულობდი რა, ვფიქრობდი ეს საქართველოს როგორ შეასრულებენ თქვათ მიუზიკლში ამ დამდევს გოგო როგორ იმღერებს, მაგრამ ყველაფერი მშვენივრად ჩატარდა და დამდევი მოკლედ შეგიძლია ესე აბსტრაგირებულად ყველაფერს. ყველამ მოკლედ თავისი ისტორია შეუძლია წარმოიდგინოს, როცა მოусვენს მასაგებია. თავისუფალი თემა. ალბათ ძალიან გაგზარდა მენტალურად მაგ პერიოდმა თქვენი თანაცხოვრების და ალბათ მისთვის შენ თავიდანვე განსხვავებული იყავი, იმიტომ რომ 17 წლის გოგომ მოახერხა რომ 34 წლის არაჩვეულებრივი ბიჭს არა, არაჩვეულებრივი ბიჭს არ არაჩვეულებრივი იყო. ხო, არაჩვეულებრივი აზროვნების და გონების ადამიანს გავგო. ნუ შენც უცნაური იყავი თავიდანვე ალბათ. უბრალოდ უცნაურს გულისხმობ ყველაზე კაი გაგებით რაც შეიძლება. კი, ალბათ, იმიტომ რომ რაღაცა ეს კონკრეტული პატერნები რაც იყო, თქვათ ყველასთვის მისაღები, რაღაც ტიპის ურთიერთობები, ან რაღაც მოდელი, იგივე ბიჭი როგორი უნდა იყოს რაღაცა ეგ ინტერესები დიდად მე არ მქონდა. ანუ ადამიანში პიროვნებაში უფრო მეტი მაინტერესებს, ვიდრე უბრალოდ რაღაცა ეს ზედაპირული რაღაცა, რასაც გარედან ხედავენ რა და ის სიღრმე რაც მართლა გიზიდავს და რაც არ ნელდება მერე. ეგეთი სიღრმე უნდა კონდეს ადამიანს, რომ შეხვიდე და მიენდო ბოლომდე და ეს ამოუწურავია.
და მაინტერესებს აი მე როდესაც მოხდა ის რაც მოხდა რომ ხო ირაკლის გარეშე დარჩი და მე დარწმუნებული ვარ რომ აი თქვენ შორის ის იყო რომ სული შეგდო სულს მოკლედ ეგ ჩემთვის კიდე სხვა რაღაცაა რა და ეგ სხვა დატვირთვა ეგ იყო მაგის მე როგორ ხდება საერთოდ ცხოვრება ეგ საერთოდ კოშმარია და მაგ დროს იცი რა ხდება თავდაცვის ინსტინქტია მექანიზმი გერთვება და ბოლომდე ვერ იაზრებ რაც მოხდა შენს თავს ანუ იმდენად შოკში ხარ აი რაღაცნაირად არ ვიცი რა და მე თან დრო რაღაცებს არ ვიცი იჩვევით ხო ვერ ვიტყვი ძალიან მტკივნეულია აბსოლუტური სიცარიელი რჩება აი შავი ხვრელი რა რასაც ქვია ვერასდროს ვერ ავსებ ხო თითქოს ანუ ეხლა რამდენი წელი გავიდა ძალიან ბევრი და 20 წელი გავიდა იცი ზუსტად აი ახლა მალე ერთ თვეში გახდება 20 წელი რაც აღარ არის ხო და მაგრამ ყველაზე უფრო ამ დროს როგორ გითხრა კარგად რომ იცნობ ადამიანს ის შეიძლება ცოცხალი არ არის მაგრამ რაღაც დაახლოებით ხვდები რა დროს რა რეაქცია შეიძლება ქონდეს რა გაუხარდება რა ანუ მასთან ერთად დიალოგი რაღაც როგორც შენ თავთან გაქვს ზოგჯერ დიალოგი ეგრე იმ ადამიანთან რა ვინც თქო ძალიან გიყვარს ანუ მასთან ერთად იწყებ ცხოვრებას ეგრე გამოდის როგორც სხვანაირად არა ფაქტიურად თავიდან იბადები და სწავლობ ცხოვრებას საერთოდ თავიდან სწავლობ ცხოვრებას იმიტომ რომ ჩვენ არ გქონდა სტანდარტული ურთიერთობა იმ თვალსაზრისით რომ მართლა 24 საათი ვიყავით ერთად ხო და მე აი ეს მომენტი რომ აი გოგოებთან მივდივარ ან სადღა არა წამიმენანებოდა მის გარეშე გატარებული იმიტომ რომ იმასაც ეთყობა ჩემ ინტუიტიურად გრძნობდი რომ ეს იმდენად კარგი პერიოდია რომ ეს არის დროებითი მე შუამით ვცხოვრობდი სამწუხაროდ აი ამ ბედნიერებას სანამ ირაკლისთან ერთად ვიყავი თან ზდევდა ის მომენტი რომ ეს არის დროებითი და ეს იმდენად მეჯიქ არის აი გვერდიდანაც მიგრძნია რომ თითქოს სპექტაკლია და ვთამაშობთ ხვდები და ეს არის დროებითი მაგრამ მაგას უნდა რაღაცნაირად მკლავდებოდი რაღაც ღამის კოშმარები მაწუხებდა მაგასთან დაკავშირებით დროებითობასთან დაკავშირებით და გრძნობდი რომ ну ახლა როდესაც ასაკით შენზე უფროსი ადამიანი და არ გინდა უკვე შიშები გაქროთ ძალიან გიყვარს ხო ხო და ისედაც ну ახლა რაღაცა ტიპის განშორება ხო გარდაუვალია ცხოვრებაში ან ხდება ადამიანი რაღაც ხდება ხო მაგისთვის მზად უნდა იყო ყველაფერი შენი აზრით რა ჯადოსნურია დასასრულია აქ რეალურად დასასრული არა აქვს. ან მე ვამბობ აი ფიზიკური ხო შეიძლება კონდეს ფიზიკური დასასრული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასასრულია. ყოველ შემთხვევაში მე ეს ჯერა კი არა ხო, ესე ვგრძნობ. იმის მერე გიცდია, რომ ეძება რაღაცა მსგავსი ცხოვრებაში. მსგავსის მოძებნა არც მიფიქრია, მაგრამ ახლა ადამიანი გვერდით შეიძლება გინდოდეს და მარტო ცხოვრებაც არ არის მარტივი. გააჩნია რა ეტაპია შენ ცხოვრებაში და გააჩნია შენ რა მოთხოვნები გაქვს. როგორც შენ თავთან, ისევე შენ პარტნიორთან. შენი აზრით აი ის დიდებული სიყვარული ერთხელ მოდის? თუ ბევრჯერ? დიდებული ბევრჯერ ვერ მოვა. მაგრამ სიყვარული მოდის და სხვადასხვა ფორმით შეიძლება მოვიდეს და ყოველ ჯერზე კიდევ თავიდან შენ თავს სწავლობ, იმიტომ რომ სხვადასხვანაირი ხარ ყველა ადამიანთან. და აი მაგ დროს ვფიქრობ, აბა ნამდვილი მე რომელი ვარ, რომელიც თქვათ 20 წლის წინ ვიყავი თუ ახლა, მაგრამ ისიც შეხარ, ესეც შეხარ რა. უბრალოდ სხვადასხვა მოცემულობებში. სხვადასხვა მოცემულობებში, სხვადასხვანაირად შენ თვითონ რეალურად ვერ განსაზღვრა, როდის რას იზავ რა. ყველაზე უფრო unpredictable ხარ შენ თავისთვის, შენ ყოველთვის. და ეს ზუსტად მაგის დაჭერაა რა, ეს ყველაფერი მთელი ჩვენი ცხოვრება და იგივე ურთიერთობებიც. სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობაში სწავლობ შენ თავს.
და ის რასაც შენ მეკითხები ესეთი ხა ბევრი კომპონენტის თანხვედრა, ну, რა თქმა უნდა, იშვიათია. ხო, აი მან მგონია რა ის soulmates რო ეძახიან ადამიანს, აი მგონია რა ის soulmate ერთხელ მოდის რა. არ შეიძლება რომ ვიღაცის ცხოვრებაში ბევრჯერაც მოვიდეს, არ ვიცი. ადამიანს გააჩნია, ზოგი იმდენად გახსნილია, იმდენად პოზიტივ რაღაცები, იმდენ პოზიტივიზმს ასხივებს, რომ აი მოდის მე, უბრუნდება ეს 10 მაგად, 100 მაგად. გააჩნია. ყველაზე მძიმე პერიოდი ალბათ ირაკლისთან განშორების პერიოდი იყო შენთვის ხო, შენ ცხოვრებაში. თუ მაგის მერე კიდე ყოფილა, ან დაბრუნება იცის მაგან? ძალიან სხვათა შორის ძალიან მძიმედ მახსოვს ერთად ვიყავით აი ზაფრენის კლიპი ქონდა ახალი გადაღებული ეს არის 97 წელი და მე ლონდონში უნდა წასულიყო ირაკლი მუსიკაზეც ემუშავე რაღაც სერიოზული პროექტები იყო რომელიც მე სამწუხაროდ სხვადასხვა ადამიანების შეიძლება უპასუხისმგებლობის გამო ასე ვთქვათ გაიმაზა მაგრამ ვიცოდი რომ უნდა წასულიყო და შინაგანად კინაღა მოვკვდი. მახსოვს რომ მიდიოდა რა, იმიტომ რომ წასვლა ისეთი იყო, რომ კი ჩამოვიდოდა, მაგრამ აი რაღაცნაირად თითქოს ჩვენი ემოციების გამოცდა იყო რა. ხო და ძალიან ისეთი ჩართულობა მქონდა მაშინ ქალაქის ნომრებზე დარეკვა, იყო პრობლემა, ნუ ინტერნეტი არაფერი თითქმის არ იყო, რაღაც მეილი კი მქონდა, ჯერ კიდე hotmail-ზე თუ რაღაცა არა Yahoo-ზე თუ რაღაც. ხო და ირაკლი ჩემ მეგობართან მახსოვს დარეკა ერთხელ. და ამ გოგოსთან არ ვიყავი, კაი ხნის მისული და შევადგი თუ არა ფეხი ირაკლიმ დარეკა. და ეს გოგო ნუ ხო იცოდია ხო რომ დარეკავდა. არა თქო. აი ეს დისტანციურად გრძნობდით თითქოს ერთმანეთს რა. ეს ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია, ხო და მაშინ რო განვიცადე თქვა უიმისობა ეს რაღაცნაირად ძალიან მძიმე იყო. გარდაცვალებაც კი ეგეთი. გარდაცვალება საერთოდ ძალიან მძიმე მომენტი იყო, მაგრამ ნუ არის ხოლმე მძიმე მომენტები ცხოვრებაში. ისეთი რომ შეიძლება გული გაგისკდეს, მაგრამ მე აქედან უნდა იცოდე რომ ყველაფერი დროებითია და გამოხვალ რაღაცნაირად. რისი კეთება დაიწყე? მას შემდეგ რაც ეგ მოხდა, აი შენი ცხოვრება მაინტერესებს, აი ძალიან ყველაფერი რისი კეთება იცი რა სხვათა შორის. აი ნახე დიდად შეიძლება პირდაპირ ვიტყვი ნაკლები ამბიცია მაქვს და ეს რაღაცების კეთებაც არ დამიწყე. უბრალოდ სახლში არ შემეძლო გაჩერება დიდი დოზით. იმ სახლში სადაც მე და ირაკლი სულ ვიყავით ხოლმე. თითქოს გაურბოდი იმ სივრცეს რა და რაღაც პერიოდი მარტოობის შიში მქონდა და სხვა ეს მეგობრებთან ერთად აქეთ-იქით დავდიოდით. ნუ მუსიკას, იცი როგორი მომენტია მუსიკას თავისით გეწერება რა თავში რაღაც მელოდიები რო გიტრიალებს ზოგჯერ ისე გაწუხებს გინდა არ გინდა უნდა დააფიქსირო და მუსიკას ასე თუ ისე სულ აკეთებდი და დანარჩენი რა ვიცი. აი ესეთი ძალიან საქმიანი და ეს რაღაცა საქმეში გადავიშვი და ეს ეგეთი რაღაც არ მქონია. თუმცა სხვადასხვა პროექტებზე შემიძლია რომ ვმუშაობ, ანუ საერთოდ ჭამა ყველაფერი დამავიწყდეს და მთელი 100%-ით პროექტში ვიყო ჩართული. მაგრამ ბალეტზე აღარ გიფიქრია საერთოდ სინანულით? ნახე სინანულით არავითარ შემთხვევაში სინანულით ბალეტმა მომცა იმაზე მეტი ვიდრე შეეძლო ბოეცა, ანუ ძალიან ჩემ თავში თავდაჯერებულობა მომიმატა, ანუ ძალიან ის ვარ, რა ქვია მაგას, პუნქტუალურიც, შრომის მოყარეც, აი რაღაც დისციპლინა, რაღაცნაირად ისე გამაძლიერა მოკლედ ბალეტმა, რაღაცაში მეხმარება. ეხლა ბალეტს ვასწავლი უკვე. ხო და დანარჩენი რა ვიცი ესე ცეკვა რაღაც სპექტაკლებში სადაც ქორეოგრაფიას ითხოვე, ნუ ცეკვავ ხოლმე, მაგრამ ესე რომ ახლა ბალერინა კიდე ამ ჩემასაკში უკვე დიდი ხნის იმას პენსიაზე გასულები არიან ბალერინები ასე რომ რისი კეთება გიყვარს ყველაზე მეტად როცა მარტო ხარ? ძალიან მიყვარს ვარჯიში, ფეხით სიარული და კარგ მზიან
დღეებში კითხვა აი მზის შუქზე, იმიტომ რომ რაღაც კარგად ხედავ ხოლმე სათვალის გარეშე. ისე სათვალით ბეზარება აი ესეთ შუქებზე კითხვა. აი მზის შუქზე კითხვა მიყვარს ძალიან. დღის პირველი ნახევარი ვცდილობ ხოლმე ჩემთვის მაქსიმალურად აი ესე საკეთილდღეოდ გამოვიყენო და მივარჯიშო კიდევაც რაღაც ინფორმაციაც მივიღო, რაც მაინტერესებს და აი მეორე ნახევარი რაღაც ისეთია, უფრო ზარმაცდები და რაღაცნაირი ხდები. საერთოდ დილით ადრე გიყვარს გაგვიძაბა. დილის ადამიანი ხარ? დილის ადამიანი ვარ და თან ეს ცხოველები რომ მყავს სახლში, ძაღლები და კატა ადრე მაგვიწევენ თუ რაღაც შუა მაგათ გასვლაზე და გაყვანაზე და გასეირნებაზე ვარ, მოკლედ აწყობილი და ყველაზე ხშირად მგონი ძაღლების გასეირნება მიწევს და თან ვიტყვი რომ მიყვარს. მაგრამ არა ესეთ ამინჩი ხარ. მამინჩი მართლა დღეს ვფიქრობდი რომ აი რა ყოჩაღია ის ხალხი ვინც გაასეირნა, მე არც ერთი არ გავასეირნა. მე გავასეირნა. 3 ძაღლი ორჯერ გავასეირდა და კიდე მესამეც გავასეირდა. მეც 3 ძაღლი მყავს. და მე ვიცი რომ კოკერსპანიელი ყავს ხო ერთ-ერთი, რომელიც დასვი ძირს და მაგაზე ატყდა ამბავი, რომ ისროლე. ხო და დედას პიცა რო ხო მე მართლა ვისვრე ხოლმე. მართლა იციან რა ეს ტვინის შეჭ, მაგრამ ისე არ ვისვრით პატრონები რომ ეთკინოთ. ჩვენ ხო ზუსტად ვიცით რა როგორ უნდა მოიქნიო. არის ესეთი არადეკორატიული კოკერსპანიელი, მოკლედ მონადირია და მართლა ისე დახტის, რომ სადაც არ უნდა ისროლო კი არა გადააფრინო, ამაზეც ესე ბიუად პლიეზე დაჯდება და მოიმართება ასე რომ არ არის პრობლემა, მაგაზე მირეკავენ ხოლმე რომ აბა კარგად არის ძაღლი. ხო და ნუ აი ჩვეულებრივი ამბავია რა მეცხოველეებისთვის. და ცხოველების სიყვარული სულ გქონდა, სულ კი მე და ირაკლისაც გვყავდა ძაღლი, ქუჩის ძაღლი მგონი ერთ-ერთ პირველებს ჩვენ გვყავდა რა ქუჩიდან აყვანილი და რა ჯიშია და უჯიშო. ხო რა ჯიშია. ასე ქვია უჯიშო ძაღლი. ხო და აი ამ უჯიშო ძაღლი, ანუ ჩემ ძაღლებს ახლა დაემატა ერთი აბსოლუტური მეტისი, ძალიან საყვარელია, რომელიც მოკლედ ძალიან ის იყო დაავადებული იყო და დამავდროულად შიერი ძალიან სრულად გამოიყურებოდა ძაღლი. არ ვიზუალურად კი არ მომეწონა. დემოდოკოზი არა მეგეთი ჭირდა? ლეიკემია ჭირდა თუ რაღაც მოკლედ უნკურნალე და არა სისხლის ნაკლებობა მოკლედ უნკურნალე და უნდა გამიშვილებინა, მაგრამ რა თქმა უნდა შემიყვარდა და დავიტოვე და ცოტა იყო სასაცილოა და დამცინიან ხოლმე 3 ძაღლით, მაგრამ არა უშავს. და კატა? კატა ისტერიული გიჟი მყავს, რომელიც ხალხს აშინებს, რომელიც გამოვა და ჩაგარტყავს, მაგრამ ამ მესამე ძაღლმა ის გამოიწვია, რომ კატამ ცოტა თავისი ადგილი ისწავლა და ესე აღარ. მანამდე ვერ ხვდებოდა რომ კატაა ნეტა. იმიტომ რომ კატები ძაღლებში რო იზრდებიან, ვერ ხვდებიან რომ კატებიან ძაღლები ვიცით ეს ეს ახალი ძაღლი უკვე რაღაცნაირი ისეთი აგრესიული იყო კატების მიმართ და ჩვენ სახლში რომ მოვიდა 5 თვის წინ შედარებით ახალი ძაღლია. იმასთან ვერ დაალაგეს რა ურთიერთობა და ძალიან სერიოზული ჭირდება კარებების გამოკეტვა სახლიდან რომ გამოვდივარ რომ კატის მხარე ცალკეა, ძაღლების მხარე ცალკე, იმიტომ რომ შეიძლება რამე მოხდეს. მეც დაგსაქსულად ვცხოვრობ. და ამიტომ ჩემი სახლიდან გასვლა აი ყველაფერი უნდა შევამოწმო, რამე არ დამრჩეს, თორე კატასტროფა დამხდება სახლში. ისე ადამიანებზე მართლა ძალიან მეტყველებს ცხოველების მიმართ დამოკიდებულება. აი ვისაც ძაღლები არ უყვარს ან ეშინია, ჩემში უნდობლობას იწვევენ. რატო არ ვიცი, მაგრამ ეგრე ვარ. ეხლა ძალიან მისიამოვნდა რომ ძაღლები. იცი რა, სხვათაშორის მინდა გითხრა, ძალიან მიყვარს ძაღლები, მაგრამ მე შიშარაც ვარ საკმაოდ, აი დიდი უცხო ძაღლს ხარ არ მიხვალ ახლა და არ მოეფერები, თქვათ ვინც აბელით არის. მე არა. არა, არ ვეფერები და ზოგჯერ ეს დიდი ძაღლები, ქუჩის ძაღლები, რომლებიც შეიძლება პიტბულთან რაღაცასთან მეტისი იყოს და აი რაღაცა ოძროხასავი ძაღლი შესკერებოდის. ზოგჯერ ცოტა მეშინია ხოლმე. ან ჩემ ძაღლებს რამე არ დაუშავოს, ან მე, მაგრამ ნუ შიში კიდე სხვა რამეა, მაგრამ ძაღლებთან ერთად თუ ხარ აბსოლუტურად მესმის. ეხა გადავალ
ნანაზე. გოგოზე რომელიც ძალიან მომწონს. ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესო ადამიანია საერთოდ რა. ძალიან გავს ირაკლის. კი. ხასიათით თვისებებით. თორე ფიზიკურად ძალიან მომგავს. ფიზიკურად გავს ირაკლის ძალიან ხასიათით იცი რა. აი თვითონ არის რა. ნანა, ანუ ესე ვერც ჩემ რაღაცებსაც ვხედავ, შეიძლება ირაკლისასაც, მაგრამ აი თვითონ ტიპია რაღაცნაირი და ბავშვობიდან სულ უნდოდა რომ მე ვიღაცის შვილი კი არა ვარ, რომ მე ვარ რა და აი მომენტი ქონდა სულ და სულ ჩემი ხა დედის პოზიციიდან ძალიან ადვილად შეუძლია მაგას ტექსტების წერა, გარითმვა, კიდ ქართულად, კიდ ინგლისურად. პატარა იყო რუსულადაც კი ვიყო რაღაც დაწერა უცებ სიმღერა. ანუ მელოდია, ეგეც ცოტა გენეტიკური, ანუ მელოდია ადვილად წერს ხვდები. შეიძლება არ კონდეს უმაღლესი მუსიკალური განათლება და მელოდიას წერდე და შეიძლება კონდეს და მელოდისტი არ იყო. მოკლედ და მინდა ხოლმე რომ მეტად აი ეს მუსიკა აკეთოს, მაგრამ თვითონ რაღაც ბევრი სხვადასხვა ინტერესი აქვს და მომწონს რომ სულ ფაქტობრივად თავის ძიებაშია. ხო, ეგ უნდა მეკითხა, ანუ ეძებს სულ ხო? კი, ეძებს, იმიტომ რომ პატარა რო იყო, მცხოვრები უნდა გამოსული იყო, ბეიკერ სტრიტზე ცხოვრობდა და აი სულ მე სულ რაღაცებს აცხოვდა, მე სახლში აუგრძალე მე ცხოვრება, იმიტომ რომ ქეროთ კეიქებს და რაღაცებს რო გამოაცხობ და მე არ მინდოდა გასრუქება. და გემრიელად გამოსწია. ძალიან გემრიელად გამოსდიოდა. ეს იყო პატარა საერთოდ რა 10 წლის და ეს სკოლაში ისინი მქონდა ხოლმე ტორტები და რაღაცები თავის გამოცხარი. ხო და რაღაცნაირად ეხა ზოგჯერ როლები გვაქვს შეცვლილი, თითქოს ის არის ხოლმე დედაჩები რაღაცნაირად რაღაცები გვას მარიგებს ხოლმე, ძალიან საყვარელია. მეგობრებია. ისე ერთად გაიზარდეთ, არა? ხო და მეგობრები ვართ და რაღაცნაირად თან სულ აკონტროლებთ ერთმანეთს. ისე აი სიმკაცრით გამოირჩეოდი ოდესმე თუ არა? იცი რა, ვცდილობდი ხოლმე რაღაცებთან მიმართებაში მკაცრი ყოფილიყავი? ალბათ კი ვცდილობ, მაგრამ აი ეს მშობლებმა რო იციან რომ ხალხის თანდასწრებით დასჯიან ბავშვებს ან რაღაცა ეგეთი რაღაც არასდროს არ მიქნია. ზოგჯერ ყოფილა დასასჯელი, მაგრამ არ დამისჯია. თვალისბრიალი ხო გიქნია ალბათ. მაგას ყველოდეთ. თვალისბრიალი ალბათ მიქნია, ნანას უნდა კითხოთ რაღაც ისეთ სიგიჟებს მოყვება ალბათ. მე არ მახსოვს მართალი კითხვა, დედა ვიყავი და ვარ. სიმკაცრეს ზოგჯერ ვცდილობ ხოლმე გამოვიჩინო. აი მაგალითად როგორ რაღაცაზეთი მინდოდა რომ რაღაცა იმღერა და აი იმას არ უნდოდა და ძალით ვამღერე მახსოვს ერთხელ. ძალით ვამღერე, მაგრამ ყოფილა პირიქით რომ ნიჭიერში გავიდა, უნდა ეცეკვა გინდა თუ არა და ვინერვიულე ძალიან, იმიტომ რომ ცეკვა ხო არ არის მარტივი, მთელი ცხოვრება უნდა ერთი და იგივე მოძრაობები აკეთო, რომ სცენაზე რაღაც მაინც გამოგივიდეს. ამას ხო ძალიან დიდი შრომა უნდა და მაშინ ძალიან ვინერვიულე რომ ნიჭიერში გამოდიოდა, მაგრამ გამოვიდა. ძალიან მაგარია რომ ესე რაღაცა თავისი გზა აქვს არჩეული და ბოლომდე თავით მიდის. თავით მიდის და დიდად არც არავის არ დაუჯერებს და მე სხვათა შორის რა ვიცი, ადამიანს ყოველთვის უნდა მისცე არჩევანის თავისუფლება და ზოგჯერ რაღაცეებში ხა თუ ძალიან იცი რომ უნდა გააკეთოს ჯობია, დააძალოს, სანამ პატარა ეხა რაღაც დააძალო და დიდობაშიც რა ვიცი, ყოველთვის უნდა პატივი სცეს სხვის არჩევანს. მე მაგ შეგრძნება, ეგეთ შეგრძნებას ტოვებ, რომ ხარ საშინლად მშვიდი. კარგი გაგებით გულისხმობ ამას. აი ხა მაინტერესებს. და რეალურად სულ არა ვარ მშვიდი ამ დროს. აი როგორ ახერხებ, რომ ესეთი მშვიდი ენერგია ასხივა? ხო და არა, ამ შიგნიდან ქაოტური ხარ? ფორიაკი მაქვს სულ ამ დროს, სულ ფორიაკობს რაღაც იმაში ვარ და ეს არის ეტყობა ის რაც ჩანს რომ სიმშვიდე. შინაგანად საკმაოდ ფორიაკა ვარ. რა ვიცი მე შეაღვქვავ ჩემ თავს.
ხო, ძალიან შვიდი ხარ და ძალიან თავდაჯერებული და ძალიან მომწონს ეგ. მართლა ძალიან მომწონს. ცოტა რამდენი კომპლიმენტი. მე ძალიან დაკვირვებული ვარ უბრალოდ და თან ვერ ვიკავებ, რასაც ვფიქრობ. ეგ რამდენიცაც კარგი პირდაპირობა კაია. ეგეთი ხარ პირდაპირ ხარ? კი, პირდაპირ ვარ. სად მაგ დრო ახლა მე კი მოგიგვისთვის. დრო და ენერგია სად მაგ მაგდანი. და დიდებულად იცი რა სახერხებ კიდე ეგ კიდე კაი არ დამავიწყდა ეგ რომ მეთქვა. ირაკლი ჩარკვიანის საავტორო უფლებების დაცვას ოღონდ არ ვიცი. ეგრე ადამიანი და ამ დროს რომელიმე ქვეყანაში ამას ახერხებს. ნახე ამ დროს ეს არის ძალიან მარტივი, ძალიან ესეთი რაღაცა, უბრალოდ ჩვენთან თავიდანვე როგორ იყო, იცი? ისეთ სფეროებშიც კი სადაც უნდა ესმოდეთ რაღაცეები და თვითონ როდესაც არიან ავტორშემსრულებლები, ანუ თავისიც დასაცავი აქვთ, ხო? არ ქონდათ არანაირი ცოდნა თუ არ ვიცი, რა კი შენი არ არის ხვისია და ზერელე თუ დგები და არადა ამაზე დგას ყველაფერი რა, იმიტომ რომ შენ თუ ანუ კომუნიზმი და ეს ხო არ არის რომ ყველაფერი ყველასია და რაღაც ეგ საერთოდ სხვა რაღაცა. ხშირად გადაცემებში მიუწვევი ვართ მეცაც გეტყვი, სადაც უნდათ ხოლმე საავტორო უფლებას რომ ვიცავ და ვიცავ ის რაც დასაცავია. და რომ ცოცხალი რო ვარ და ჩემს თვალწინ რაღაცები რო ხდებოდა და ვიცი რა შქვია არ დავიცვა მაშინ ანუ ძალიან ტეხავს ზოგჯერ რო გავჩუმდი ანუ ჩემ თავთან ხო და ხშირად ამ ყველაფერზე იყო ხოლმე ან ქილიკი ან უნდათ რაღაცნაირად ღადაობა რა და არ გამოსდიოდათ ხოლმე ოღონდ მიუწვევი ვართ გადაცემებში არაერთხელ სადაც ბევრი ადამიანი არის მომართული რომ რაღაცა გიკბიდოს და გულწრფელად ანუ იმათ აი ამ ნეგატივს არ უყვებოდი, იმიტომ რომ მართალი ხარ, ამბობ, რასაც თulis საჭიროდ და თან კანონმდებლობასთან ყველაფერთან შესაბამისობაში მოდის, ხო ეს და ვისი რასაკილიკო არ გადამრიო. ხო მე ამბობდნენ ხოლმე რომ გადაცემას ხმა ვერ ჩავწერეთ. ოღონდ თავიდანვე ვიცოდი რომ გადაცემას ვერ გაუშვებდნენ. იმიტომ რომ რისთვის იყო მომართული და რა გამოვიდა, სხვადასხვა რაღაც იყო რა და აქ ეს უნდა ისწავლოს ხალხმა. ზოგადად რა სახელმწიფოზეც ხარ ასე თუ ისე დამოკიდებული, მაგრამ შენ თუ ცოდნა არ აქვს, ვერავინ ვერ დაგიცავს. ხტები, თავარია იცოდე შენი უფლებები და შემდგომ რაღაცნაირად ასე თუ ისე მოახერხო ამ შენი უფლებების დაცვა. და ქართველები, ანუ ისინი რომლებიც თქვათ მუსიკოსები, ფოტოგრაფები, რა ვიცი, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, ზოგჯერ ეხა ისწავლეს, მაგრამ ზოგჯერ ძალიან რაღაც დამცინავად, ამან წაიღო twin. ამანის, ამანეს და ნუ რა ვიცი. საბოლოო ჯამში საქილიკო არც არავინ არ არის რა. უბრალოდ უნდა ვისწავლოთ ჩვენი უფლებები, რა გვაქვს და მე ის უნდა დავიცვათ შეძლების დაგვარად რა. და ნუ რაც უფრო კულტურულ ქვეყანაში ცხოვრობ, მით უფრო რბილად ხდება ეს ყველაფერი და ბევრმა ადამიანმა იცის აი ეს ელემენტარული ურთიერთობები, რაღაცა ეს ფორმები რა. და ცოტა ველურ ქვეყანაში ნაკლებად იციან. ჩვენ ქართველებს ახლა ვეფხისტყაოსად როდიდან, ანუ ჩვენ სატრაბახოც ბევრი გვაქვს, მაგრამ დღევანდელ დღეს რაღაცეებში ზოგჯერ ცოტა მოვიკოჭლებთ. და შეიძლება ევროპის რომელიღაცა ქვეყანაში ადამიანს არ კონდეს უმაღლესი განათლება, მაგრამ აი საბაზი რაღაც ელემენტარული რაღაცეები ესმით იციან უკვე გამჭდარი აი ბანკომატთან აი ახლოს ან ზოგ ძალიან ახლოს რომ მოდის ლაპარაკის დროს რა ვიცი ხა მე ჩემი პირადი სივრცე მიყვარს და ხა ძალიან ახლოს არ უნდა მოხვიდე ხო უკულტურობა ან ბანკომატთან ძალიან ბანკომატთან შემოდიან. ხო, შემოდიან, ან რაღაცა ტელეფონში გიცეცნება რა. ხო, აი ვერ ხვდება მაგ დროს. არ ქსიამოვნებს, ვინც არ უნდა იყოს. რაღაც დისტანცია საჭირო. ხო, ძალიან ბევრ ამაში მოვიკოჭლებთ კი ადამიანები. ხო, მაგრამ თავი ამ ყოფაზე ვილაპარაკოთ და მე ყველა რაღაც დასკვნას გამოიტანს რა თავისთვის და თავის საავტორო უფლებას რო შეეხება, მე ყველას
კუდი აეწובה, ასე ვთქვა. არა და რა ამბები ხდება ერთმან, აი მართლა შინაარსობრივად ოდნავ. ის კი არა ტექსტუალურად კონკრეტულად, შინაარსობრივად ოდნავ თუ გავს ტექსტი მეორე ტექსტს, ეგრევე სასამართლოები იწყება, აქ უკვე ეგეთი მდგომარეობაა. ხო და მე ზუსტად მაგ ხალხს შეუძლია მერე რომ შენგან რაღაცა წაიღოს და გითხრას რომ არა ძმა, არ არის შენ. და ბენდები არის ძალიან ბევრი, რომლებიც არიან ნიჭიერები და რაში ჭირდებათ ხოლმე, არ ვიცი, რომ ერთ-ერთი ხა მაგალითად გადმოცურავ ზღვას არის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი სიმღერა, ხო? როდესაც ხარ ახალგაზრდა ბენდი. როდესაც გაქვს თქვა რომელიღაცა იმისგან კორპორატიული რაღაც შეკვეთა და აკეთებს სიმღერას. აი პირდაპირ რო გითხრეს, აი გადმოცურავ ზღვას გავდესო თუ რაღაცა ერთ-ერთი ეგრე რო ფუთა ყველაფერს. ანუ რა ვიცი, თა რო იცი რომ მე საავტორო უფლებებზე ზოგადად ხმამაღლა ვაპარაკობ. აი ახერხებენ ხოლმე ბედავენ რომ ესე რაღაცნაირად რა ვიცი მე. და რა სიტყვებს იყენებენ? ანუ სიტყვებზეც არ არის, მელოდიას თითქმის ერთ-ერთი იყენებს ზოგი, აი უბრალოდ ზოგჯერ უკვე მართლა ცუდად ხდები. ანუ იციან რომ აი საავტოროზე ამბავი გაქვს, ამიტომ სხვა ხერხს მიმართეს ხა და ცოტა გადაკეთებები დაუწყეს, რომ იქნებ გამოძვრენ. აი რა, აი ძალიან მე რას ვამბობ, რომ ნიჭიერი ბენდები როდესაც არიან, მესმის რომ მოგწონს ირაკლი, მესმის რომ რაღაც გავლენა გაქვს, მაგრამ ხო რა შენი გააკეთეს, რატო პარავ სიმღერას? ძალიან მაგარ შვები საავტორო უფლებებს ვიცი, მე ძალიან მაგრამ მომწონს ეგ. რაღაც ამბები გახმაურდა კიდეც რა ერთი იყო მე მგონი ბანკთან დაკავშირებით ერთ-ერთთან, რაც რა ვიცი, ხე მე მაგალითად გული მოვიფხანე, ძალიან მომეწონა ეგ ამბავი. ხო, არაერთი кейსი იყო, აი ძალიან განსხვავებული кейსები მქონია, ეს შეიძლება ტექსტსაც ეხებოდეს, მუსიკასაც ეხებოდეს, ყველას იგებ. იმიტომ რომ მართალი ხარ. გამოსახულებას ეხებოდეს, ხვდები? იურიდიულად უკვე ძალიან ინფორმირებული ხარ და იურიდიულად მე იმდენად ანუ თვითონ რაღაცის კეთების პროცესში, როდესაც ხარ ჩართული და იცი ვისი რა შრომა რამდენი დევს, მე არ გჭირდება იცოდეს იურიდიული ეს რაღაც დოკუმენტაცია, რომ მიხვდე შენ რას გპარავენ, ანუ შენსაც იპარავენ აშკარად ხდები და ზოგჯერ ჩემი იურისტებს ვთქვათ, ვა, საიდან იცოდი ეს, იმიტომ რომ მათ უნდა გადაფურცლონ, რაღაც ის ნახონ, აბა რა წერია, აბა რომელ კანონს ეხება, აბა ეხება თუ არა და მე ხვდები რომ კი მართალი ვარ. მიდი ჩახედე ახლა წიგნს. აბა ნახე თუ არ ვიყო მართალი. არა, სასაცილოა მაგაზეც მეცინება. ეს რაღაც ის ნეგატიური კონტექსტი რომ უნდა შეგიქმნან იმით, რომ საავტორო უფლებას იცავ. ეგეც რა ის არის დემოკრატიული ნორმალური განვითარებული ქვეყანა თუ გინდა საავტორო უფლება ამის ერთ-ერთი ბაზისია. თუ არა და მაშინ რას მე ფეიკები ბაში ვითხარი რომ გინდა რაღაც იმაში ცხოვრება რა. საიდანაც დავიხსენით თავი თუ არც დაგვიხსნია აღარ ვიცი. და რა მაინტერესებს, აი შენთან რომ მოვიდეს რაღაცა და საავტორო უფლება გთხოვოს რაღაცა კონკრეტულზე, მაგ შემთხვევაში ანუ არ არის პრობლემა, ყველაფერი ნახე, დალიცენზირება შესაძლებელია. ოღონდ ეგეც რაღაც გარკვეული პირობებით, ხო? დალიცენზირება შესაძლებელია, ეს იქნება არაექსკლუზიური ლიცენზია და რაღაცა დროით, ანუ ყველაფერი მოგვარებადია. როგორც გავაკეთეთ, მე გადმოვცურავ ზღვაზე. კი ბატონო და როდესაც აეხლა მე ეს მომწონს და მომწონს და აპ წავიღე. გესმის? აი ეს რატო უნდა აიტანო? შენ ესე იგი არც ემარც შენ თავს პატივს, არც სადაც იმყოფები იმას პატივს და საერთოდ არაფერს არც ემპატივს, ხო? ხო, ამიტომ ყველაფერი მომწონს მინდა და ჩემია, ну კაი რა. ხო, აბსოლუტურად გეთაყვები, ხა ქეთათო მაგალითად მართლა ყველა სპექტაკლზე იჯდა. ზეპირად იცოდი შენ ტექსტიც, ყველაფერი უბრალოდ გულშემატკივრობდი, იმიტომ რომ ყველაფერი დაიწყო თანამშრომლობა, მეგობრობა, ყველაფერი სწორად ხდებოდა. და თუ მაინც და მაინც გინდათ, ჩემი აზრით, არაფერში არ არის პრობლემა, ხო? მეგობრულად მოგვარებადი არის რა, რაღაცები ანუ ადამიანურად.
ხო და როდესაც თუნდაც იგივე რეპერტუარი ხო თქვა რომ მესმის რომ პროს მოწონს ახლა ეს იაკლის სიმღერა და ქავერებს ეს სიამოვნებით წაიმღერებ ამაში შეხო იღებ შემოსავალს და ანუ შენ იღებ შემოსავალს და ის ავტორი ანუ ხო ხდები ესე მინდა ერთს ვიმღერებ არ არის რა ეგრე თუ გინდა მაშინ იმის ლიცენზიის თავიც უნდა გქონდეს თუ არ გაქვს თავი დაწერე შენი და იმღერე ხო მართალია ხო და აი ჩარკვიანზე არის ეგ და კიდე არის ჯანსუღ კახიძეზე რო არ ხდება შენი მეშვეობით და ვატო კახიძის მეშვეობით გაპაფსავება რაც მე ძალიან მომწონს და ამას მე პატივს იმედია არ ხდება ჩვენ ყველაფერს ბოლომდე კიდე ხო ვერ ვაკონტროლებთ მაგრამ რაღაცები ბაიც ხო იცის მობილური ტელეფონების გადავკიდე ვიღაცებს რაღაცები აეტვირთებათ ხოლმე ვერ უცებ ჰოპ ნახავ რაღაცას და იშლება კიდეც ხოლმე ეგ არის მთავარი ხო ეხლა უნდა მეკითხა თუ გინდა მე ამოვჭრი ამას მაინტერესებს შენი პირადი ცხოვრება ეხლანდელი თუ შეგიძლია ამაზე ლაპარაკი რა ვიცი მე ყავს მეგობარი ადამიანი რომელთან ერთადაც ვარ 10 წელია ვაუ 10 წელი ბევრია მაგარია მე კარგად ხარ ძალიან არის ხოლმე აღმასვლები სულ კარგად ნამდვილად ვერ იქნები მაგრამ რა ვიცი 10 წელი ერთად ვართ სტაბილურობის მოყვარული ხარ თუ ქაოსი თუ არ შემოდის იწყენ მე რა საერთოდ მოსიყვარული ადამიანი ვარ რომელსაც რა თქმა უნდა სტაბილურობა ხო მაგრამ სად არის სტაბილურობა ხან ქაოსით შემოდის ხან რა და მაგრამ რა ვიცი ემოციური ვარ ალბათ ქალებს რაღაც გარკვეული მიჯაჭვულობებიც აქვთ არ ვიცი სპონტანურობა გიყვარს? სპონტანურობა ძალიან მიყვარს და გიждები სპონტანურობაზე შეიძლება გამაბედნიეროს უცებ აი რაღაცა სხვა ქუჩით რო დავბრუნდეს სახლში ან განსხვავებული ტრაექტორით ეგეც მახარებს. ხო მეც მიყვარს და აი გიждები ეგეთ რაღაცებს ისეთ ცოტა რაღაც მინდა გაბედნიერებისთვის რა ვიცი. და პარტნიორთან ერთად სპონტანური გადაწყვეტილებები გიყვარს? აი თქვა თვალ ეს იხარც და წამოდი ახლა ქუთაისში წავიდეთ ვიკენდიას ქაბაბი ვჭამოთ თქვა თვალ. აი ეგეთ სპონტანურობები მიყვარს, მაგრამ აი ამ სამი ძაღლის გამო ვერ ვახერხებ თითად აი ეს უცებ ლავირებას. ძალიან კარგად მესმის. ძალიან. მაინც რაღაც ერთ ადგილზე ვარ მიჯაჭვული ეგ მომენტიც არის. მე მაგაზე ცოტა პროტესტი არ გიჩნდება. არა, იმდენად დიდი სიყვარული მოაქვთ ამ ჩემ ცხოველებს არაერთხელ უკითხავთ, რომ აი ამდენ დისკომფორტს რო გიქვდიან, აი რას გაძლევენ? ხო, არ ვიცი, რას ვაძლევენ, მაგრამ იმხელა რაღაც ბედნიერება მოაქვთ, რომ მიღირს მე ეს ამათ. ჯერ მარტო ის რომ სახში რომ მიდიხარ, რო იცი რომ აი დღეს სასწაული იწყება, აი როგორი გართობა და ფართი იწყება. აი ესეც ეკვით რომ ხდებიან. მარტო მაგადგირს ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, თან ესენი არ იტყუებიან და გულწრფელები არიან. და ყველაფერი რო უხარიათ, აი ეგეც რაღაცა ვკითხულობდი იმ დღეს და ძალიან კაი რაღაცა ეწერა ძაღლებზე, რომ აი სიხარულის გამოხატვის ყველაზე მაგარი ფორმა აქვს ცხოველებს და საერთოდ ნაპოვნი აქვს ბედნიერების ფორმულა, იმიტომ რომ ზუსტად იგივენერად უხარიათ საბელის აღება. კი. საბელს აიღებ უხარიათ. პარკის სხვას, ცელოფნის სხვას გაიგებენ უხარიათ. ყველაფერი უხარიათ. უხარიათ. საბელის ხმაზე სიხარულისგან აი ეს ძაღლი რომელიც დაფრინავს რუმის იფსავს ხოლმე სიხარულისგან, ამიტომ საბელს ჩუმად ვიღებ ეს უცებ ჭამის დროს უკეთებ, რომ რაღაცნაირად. ხო და აი ძალიან ბევრი რამე მოაქვს სინამდვილეში, რომ ყველაზე დიდი გულწრფელობა მაგათ სიყვარულში. კი. უნდაოთ და საკუთარი სახლი და ეზო რომ მქონდეს, მე ბევრად მეტი ძაღლი მეყოლებოდა. ისე ქალაქგარი ცხოვრებაზე არ გიფიქრია, მგონია რომ მოგიხდება ძალიან. მიფიქრია, მაგრამ ნახე იმდენად მე მანქანით გზავრობა არ მიყვარს. საერთოდ ან ცუდად ხდები მანქანაში. მართლა. ხო.
და არ ვარსაჭესა და არც მინდა სწავლა. იმდანაც ჩემი არ არის მანქანა, რომ ამიტომ აი ქალაქშიც და აი სადაც ვცხოვრობ, იქ უნდა ვცხოვრობ და ყველაფერთან ფეხით უნდა ვიყო ახლოს უნდა იყო ხო ფეხით. და აი რომ მომინდეს ღამის 2 საათზე უნდა გავარდე, მინდა კლუბში, მინდა მეგობართან, სადაც მინდა ყველაფერთან უნდა ვიყო ახლა სადღაც შორს არ ვიცი. სპონტანურობები რა ხან გიყვარს თან კიდე პირველს. ყველაზე კარგი რჩევა რა არის რაც მიგერეა? ყველაზე კარგი რჩევა მიმიღია რომ 7-ად იყავია. აი ზოგადად კარგი რჩევა, დაფიქრდა. მე ნანამ აძლევს ხოლმე იმდენ რჩევას, რომ ზოგადად ცხოვრებაში ხო, აი რაც აი გაგხსენებია და სხვათა შორის ერთმა ქალბატონმა ძალიან კარგი რჩევა მომცა, რაღაც ბიჭი მომცა, რომ უყვებოდი რაღაც ჩემ ისტორიას და რაღაცნაირად ისეთი ბიჭი მომცა, რომ სწორ გზაზე დამაყენა, ეს იყო ქალბატონი ქეთი, ცნობილი მომღერლის დედა. ხო და აი ამ ქალმა რაღაც სხვა თავდაჯერებულობა შემატა კონკრეტულ დროს ისეთ ვითარებაში, რომ რაღაც ნაბიჯი არ ვიცოდი გადამადგმებინა. ამ ქეთის რჩევა მახსოვს, ისე დანარჩენი ირაკლი მეუბნა ბოლოდა ხოლმე, რომ ძალიან ესო ძალიან ახლოს არ დაიჭირო მიკროფონი რაღაც კონკრეტულ მომენტებში. რა ვიცი, ბევრი რჩევა მიმიღია, ზოგჯერ ისეთი ადამიანებისგან იღებ რჩევას და ისეთ ნახდ რაღაცას გეტყვიან, რომ სახტად რჩები რა, აი ისეთ სიმართლეს შენ თავზე გაიგებ გვერდიდან. ბევრჯერ მიმიღია კაი რჩევა. მიკროფონის ხო შორის მეც მიმიღია, ვისგან ვერ ვიხსენებ და ძალიან ხშირად მახსენდება მიკროფონს, როცა ვიჭერ ხელში. ხო, ანუ მიკროფონთან გააჩნია კიდე რა მიკროფონი გიჭირავს ხელში, ეგეც ხო არის სტუდიური სხვა, ეგ ლაივ მიკროფონი კიდევ ის ძალიან ახლოს უნდა გქონდეს პირიქით, მგრძნობი არაა. ხო და არა, ბევრი რჩევა მიმიღია, უბრალოდ ეხა მართლა არ მახსენდება, ვერ ვწაბავ twins. ეხა მე ბავშვური შეკითხვა მაქვს ეხა კიდე 2 ცალი დავშა. ჩემი 3 ყველაზე საყვარელი საჭმელი მითხარ. ჩემი საყვარელი შეკითხვა გიგდეს. 3 ყველაზე საყვარელი საჭმელი ვაჭი. 3-ში რა ჩავატიო, კაი, გინდა უფრო ძაფრი სიუჟეტი წარმოგვიდგენია. ბევრი რაღაც მიყვარს, ყველაფერი მიყვარს, თითქმის ბოსტნეულიც მიყვარს, ის ხორც პროდუქტებიც მიყვარს, რაღაც ხინკალი გენიალურია, რა თქმა უნდა, ყველაფერი მიყვარს. აი ეს ლობიოც მიყვარს. წარმოიდგინე. შო, სამყაროს დასასრულია და ერთი რაღაც უნდა ერთი პროდუქტი, ოღონდ შენ შეგილია გარნირთან ერთად რაღაცა კერძი უნდა თქვა რა ჭამო ყოველ დღე და იმაზეც უნდა იფიქრო რომ გადარჩე, ცილაც მიიღო, ნახშირწყალიც, ბოჭკოც და აი რა გადარჩე ყოველ დღე ეგრე მაშინ გეტყვი უფრო რამე სალატს დავიტოვებდი, ისეთ სალატს, სადაც ზეთისხილებიც იქნებოდა, ავოკადოც და ეს ბევრი სხვადასხვა მწვანილი, ეს სიმწვანეები მიყვარს. და თქვათ თევზიც იქნებოდა იდეალური, ან ეს შრიმპს მავიწყდება. კრევეტი, ხო. აი ეგ თუ არის, უკვე მაგრამ ყოველ დღე ყველაფერი გბეზრდება. ყოველ დღე რო ჭამო, ყველაფერი გბეზრდება. ყოველ დღე საჭმელად მოგბეზრდება, მაგრამ ესე მიყვარს. ჯანსაღი ცხოვრებით ვცდილობ რომ იცხოვრო? ვცდილობ ვიცხოვრო, მაგრამ აი ბოლო დროს ისე სიგარეტის მოწევა დავიწყე, როცა ძალიან მაღიზიონებს და მინდა დავანებო ისე თავის სულ აი ამ ჭიდილში ვარ ჩემ თავთან. ვიწყებ ხოლმე, ვანებებ, ვიწყებ, დანებება მერე მიჭირს. დამოკიდებულება გიყვარს საერთოდ რო გაქვს რაღაცებზე თუ არა, მაღიზიანებს ყველაფერზე დამოკიდებულება და ვცდილობ აღკვეთო ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ატუბებეკო და დავიწყეთ და დავავთ. და გემშვიდობებით კოცნის ნახვამდის და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ, ბედნიერება, წარმატება და წინსვლა. მადლობა.